უნაგირას თის კალთებზე ისლი ფარდებს კეცავს თითქოს. ბუმბერაზი კლდიაშვილი თითქოს წამოდგომას ითხოვს. ღვთით კურთხეულ ქართულ მიწას აქ ამშვენებს კუთხე ერთი, თუ არ იცით მე გაგაცნოთ. სახელია სიმონეთი. გამარჯობათ. მე დავით სულამანიძე ვარ. ეს კი სოფელი ზედა სიმონეთია, რომლის მკვიდრიც მე გახლავარ. ამიტომ მინდა ჩემი სოფელი მეტი ახლოდან გაგაცნოთ და გთხოვთ ვიდეოს უყუროთ ბოლომდე. ზედა სიმონეთი თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფელია. იგი მდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 350 მეტრზე, ქალაქ თერჯოლიდან 11 კილომეტრში. მისი მოსახლეობა 715 კომლამდეა. 1716 წელს სოფელში გაიმართა სიმონეთის ბრძოლა, რომლის შედეგადაც იმერეთის მეფე გახდა გიორგი მეოთხე გურიელი. 1926 წლისათვის ზედა სიმონეთის თემი შედგებოდა 4 სოფლისაგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 5032 ადამიანს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზედა სიმონეთის დავით კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლასთან. ჩემო მეგობრებო, სკოლა, რომელიც უამრავ ჩემთვის ძვირფას მოგონებებს ინახავს, იმიტომ რომ მეც ეს ძვირფასი სკოლა მაქვს დამთავრებული. სკოლა, რომელმაც უამრავი ღირსშესანიშნავი და გამოჩენილი თაობა აღზარდა და სკოლა, რომელიც დღესაც მთელი სიმძლავრით გამოჩენილად ფუნქციონირებს. აი ამ სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის კი ახლა ჩვენ გავესაუბროთ სკოლის დირექტორს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ სწორედ ახლა სკოლის იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც გმირი ხალხის სტენდი არის წარმოდგენილი და სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ზედა სიმონეთის მკვიდრები და აი ამ სკოლის კურსდამთავრებულები. მათ შორის არის ომის გმირი, აფხაზეთის ომის გმირი გოჩა გიორგაძე, 2008 წლის ომის გმირი ალია ბარდაველიძე და აფხაზეთის ომის გმირი ბეჟან გაბრიჭიძე და თუ სიმონეთს ვესაუბროთ მეგობრებო, სწორედ ის მინდა თქვა, რომ აი სამშობლო ესე უნდა გვიყვარდეს, მტერს ტყვია გულში ვაჭედოთ, პატარა სიმონეთია დიდი გმირების სამჭედლო. შეიძლება მოგზავნოთ ბატონო დავით. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობათ. მინდა მეგობრებო წარმოგიდგინოთ, უკვე წლებია ჩვენი სკოლის ძვირფასი დირექტორი ბატონო გიორგი ქასრაშვილი. ბატონო გიორგი, 1-2 სიტყვით თუ შეიძლება რომ გავისაუბროთ ახლა ჩვენ დავძალოთ. ჩვენ სოფელზე სკოლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ ძვირფას ინფორმაციას ვფლობთ და გავანდოთ ჩვენ ძვირფას სიმონეთლებს და არა მარტო ჩვენ სვენელებს და მაყურებლებს. მოგესალმებით, ბატონო დავით, მადლობა მინდა გადაგიხადო ამ ინიციატივისთვის, რომელიც დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში და პირდაპირ ჩვენ სოფელში იქნება სრულიად ახლებური, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სოფლის, ჩვენი სკოლის პოპულარიზაციას. რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას ამ სკოლაში 2007 წლიდან დღემდე წარმოადგენს საჯარო სკოლის ხელმძღვანელს. სკოლა ფუნქციონირება დაიწყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეხლა ჩვენ რომის შენობაშიც ვიმყოფებით, ეს შენობა აგებული არის 1961 წელს. სკოლის დასავლეთ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ხის ერთსართულიანი შენობა იყო, სადაც დაწყებითი სკოლა არსებობდა. 1990 წლიდან 61 წლიდან ეს სკოლა შევიდა ექსპლუატაციაში. დღემდე 3ჯერ ჩაუტარდა რეაბილიტაცია და 2024 წელს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რასაც ახლა ჩვენი თვალით მივჩერები ვართ. სკოლა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და სწავლება მიმდინარეობს 3 საფეხურზე, დაწყებითზე, საბაზრო, საშუალო საფეხურზე. სკოლაში ამჟამად 150-მდე მოსწავლე გვყავს.
2025 წლის სექტემბერში სკოლამ გაიარა სრული ავტორიზაცია და 9 წლის განმავლობაში ჩვენ დავადასტურეთ იმის კომპეტენცია, რომ შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიებით, თანამედროვე სტანდარტებით და უნარებით აღჭურვილი ცოდნა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. უმაღლესი დონის, რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, ჩაგეკითხებით. ზედა სიმონეთის ტერიტორიაზე მე რამდენადაც ვიცი, იყო კიდე ერთი არასრული საშუალო სკოლა და ეხა აქ როგორ არის შეერთება, მიერთება, აქეთ გადმოსვლა ბავშვების, ამის შესახებაც რო გითხრათ? კი ბატონო, მოგახსენებთ, სკოლა სოფელში არსებობდა ორი სკოლა, ერთი იყო საშუალო სკოლა, მეორე არასრული საშუალო სკოლა, რომელიც დავით და სერგო კტიაშვილების სახლ-მუზეუმის მიმდებარედ მდებარეობს. ამ წუთში ამ სკოლაში სწავლა არ ფუნქციონირებს მოსწავლეთა კონტინგენტის გამო. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდი არის ის, რომ სოფლიდან ხდება ახალგაზრდა თაობის გადინება, მიგრაცია, რაც დღევანდელი ტექნოლოგიებით, სამუშაო პირობებითაა განპირობებული, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ ეხლა ბოლო ხნის განმავლობაში მქონდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან საუბარი და ყველა საჯაროდ აცხადებს, რომ არავინ არ აპირებს ამ სოფლის დატოვებას. ძალიან კარგი. ასევე მინდა გითხრათ, რომ მე რამდენადაც ვიცი, თქვენც ეს სკოლა, სადაც ახლა დირექტორი ბრძანდებით, გაქვს დამთავრებული და მოდი გაგვივლეთ პარალელი მაშინდელ სწავლებას, მაშინდელ ბავშვებსა და მასწავლებლებს, პედაგოგებს შორის ურთიერთობის შესახებ და ეხლა, როდესაც დღეს უკვე ამ ყველაფრის სათავეში გახართ და ხელმძღვანელი ხართ, დღეს როგორ არის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეს სკოლა მაქვს მეც დამთავრებული 1997 წელს დავასრულე აღნიშნული საჯარო საშუალო სკოლა, მაშინ პარალელის გავლება შეიძლება იმდენად რამდენადაც სახელმძღვანელოები ჰქონდა მაშინ უფასოდ და მაშინ საუბარია ბოდიში შეგაწყვეტიათ კომუნისტური, რა თქმა უნდა, კომუნისტური ეპოქის საბჭოთა კავშირის ბოლო წლები იყო. შემდეგ 90-იანებში კი დაიშალა საბჭოთა კავშირი. რაც შეიძლება პარალელების გავლება არ შემიძლია, იმიტომ რომ კი სწავლის ხარისხი, განათლების დონე იყო მაღალი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა თავისუფლების ხარჯზე. თავისუფლება, ბავშვთა სიტყვა, ბავშვთა მოთხოვნები ძალიან იგნორირებული იყო. თუმცა დღეს თანამედროვე ეპოქაში, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურად და ყველა მხრივ ინფრასტრუქტურის რა თქმა უნდა შედარებას არ შეიძლება. არჩეული სამეურვეო საბჭო, რომელიც წარმოადგენს მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის ინტერესს, არის სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა, კლუბები, წრეები და აბსოლუტურად ყველაფერი დღეს მოსწავლეთა და მშობელთა დაკვეთით ხორციელდება. აი ამ სკოლის რეაბილიტაციაც მოგეხსენებათ წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა, მაგრამ მადლობა მინდა გადაუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის მხარდამჭერისათვის და ჩვენ უკვე მეორე წელიწადია სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში ვიმყოფებით. საბუნების მეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ქიმიის ლაბორატორია, ასევე გარე სპორტული მოედანი და დაგვჭირდა კიდევ რაღაც ახალი პროექტები, რომელიც განათლების სამინისტროს ინიციატივით იგეგმება და ჩვენ მზადა ვართ, რომ ამ გამომწვევებს გავუძლოთ და ჩავებათ აი ამ განათლების ფერხულში. ძალიან დიდი მადლობა მესმენია თქვენი ძლიერი გუნდის პედაგოგების შესახებ, ასევე თქვენ შესახებ და მინდა შემდგომი ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ და მადლობა. აი ამ სასიკეთო საქმეებში ჩვენი სკოლის მხარდაჭერა პედაგოგიური მშობელთა საზოგადოების გვიგულეთ თქვენ გვერდში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სასიამოვნო ფაქტია ის, რომ სწორედ გადაღების დროს წავაწყდით სკოლის აღსაზრდელთა ანსამბლს და რაოდენ სიმბოლურია ის, რომ გმირების სტენდთან ეს ბავშვები შეგვესრულებენ ერთ სიმღერას. გთხოვთ ბავშვები.
ჩემო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფლის ცენტრში, სადაც არის მშენებარე ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული ხატის სახელობის. და აი ამ ყველაფერს სათავეში ედგა მაშინ საერო სახელი ცნობილი ბატონი რამაზ გიორგაძე და სწორედ აი ამ მშენებლობის შესახებ და ამ ადამიანზე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ. ორიოდე 10 წლეული წლის წინ მოხდა ისე რომ ეს ადამიანი ჩაუდგა სათავეში აი ამ ტაძრის მშენებლობას. მოხდა მაშინ სოფლის გაერთიანება, ჩართული ვიყავით მე პირადად, როგორც შეძლების დაგვარად ჩვენ მუშახელი სოფლის ახალგაზრდობა ყველანი მონაწილეობდით აი ამ უდიდესი საქმის. მაშინ ჯერ კიდევ დაწყებაში და იმას მივახციეთ რომ მხოლოდ ფუნდამენტი, ანუ საფუძველი ჩაეყარა, საკმაოდ მოცულობითია ეს ტაძარი, მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ რამაზ გიორგაძე იყო სწორედ ის ადამიანი, მაშინ ჯერ კიდე გაჭირვების დროს, რომელმაც თავისი უძრავ მოძრავი ქონება მთლიანად სოფელს მოახმარა სიყვარულით. თავისი სტამბა, ბინა და ასე შემდგომ ამ ქონებებზე ახლა აღარ ვისაუბრებ. ძალიან დიდ თანხასას თავაზობენ ზარში, რომელსაც იშვიათად თუ მოეპოვება საქართველოში ანალოგი, მაგრამ რა თქმა უნდა სოფლის სიყვარულმა გადასძალა და ეს ზარი დღეს აი ამიტომ არის ჩვენს წინაშე წარმოდგენილი და დღეს ის ადამიანი ცოცხალი აღარ არის. მინდა გითხრათ რომ მან სამებაში მოღვაწეობდა ბოლო წლებში და იქ აღესრულა, დაკრძალულია ელიას მთაზე. მაგრამ მისი დაწყილი საქმე, მეგობრებო, ღმერთმაც ქნას რომ დაიძრას მცირედით, კაპიკ-კაპიკ, ნაბიჯ-ნაბიჯ და უფლის შეწევნით და უფლის კურთხევით სულ მალე ისე მოხდარიყო ეს რომ აი აქ ის რაც ბატონ რამაზ ჩანაფიქრში ქონდა, სულ მალე მშვენიერი ტაძარი გაშენებული იყოს და აღიშენოს. რაჯობია წმენას და რაჯობია იმას, რაც მეტად ახლოს ვიქნებით უფალთან. სიმბოლური ასევე ჩემო მეგობრებო, გითხრათ ის რომ თუ რატომ ქვია სიმონეთის სწორედ აი ამ ადგილას გამიჩნდა ამის სურვილი. არსებობს მოსაზრება, რა თქმა უნდა, დაუზუსტებელი იმის შესახებ, რომ პირველ საუკუნეში სვიმონ კანანელმა ქრისტეს მოციქულმა ერთ-ერთი პირველთაგანმა იქადაგა აქ ქრისტიანობა. საუბარია სიმონეთის ტერიტორიაზე და აქ დაარსდა თემი და სწორედ სვიმონ კანანელის საპატივცემულოდ ეწოდა აი ამ ადგილს სიმონეთი, რომლის შესახებაც ახლა დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ. ასევე, რაც შეეხება ბატონი რამაზის დამსახურებას, მან დაარსა დღესასწაული, რომელიც რამოდენიმე სოფელს მიმდებარე სოფლებს აერთიანებდა და მას ეწოდა სომიანეთი. მე ჯერ ჩემ ბავშვობაში მახსოვს შვენივრად ის ყველაფერი თუ რაოდენ დიდი დღესასწაულები იმართებოდა. ეს იყო ხილის დღესასწაული, ეს იყო ჯირითობა, ეს მოიცავდა ასემო ანსამბლებს და რამოდენიმე 7-8 სოფელი გარშემო მეზობელი სოფლები ყველა ამაში მონაწილეობდა, იმიტომ რომ სომიანეთი თავისთავად შეიცავდა და გულისხმობდა აი მიმდებარე სოფლებს. ეს არ იყო მარტო სიმონეთის დღესასწაული, სომიანეთი ერქვა რამოდენიმე სოფლის გაერთიანებას. ეხლა კი მშვიდობისა და მეგობრობისათვის, გაერთიანებისა და წინსვლისათვის ჩვენი მამულის, ჩვენი სოფლის და ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობის ზარების ხმები ყოფილიყოს. ჩემო სპარტაკ, ჩვენ ახლა მივამართებით ალია ბარდაველიძის სახელობის სკვერში. და თუ მოგვეცა საშუალება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავესაუბრებით და გადავიღებთ ეს მშობელ დედასაც. და იმ მის სახლს, იმ ეზოს, სადაც პატარაობაში იგი დაიბადა, გაიზარდა. მე ასევე ჩემო მეგობრებო, ეხლა ქუჩა, რომელსაც მივუყვებით, არ თუ ისე დიდი ხანია, რომ ალია ბარდაველიძის სახელობის ქუჩა გახდა და მისი სახელი მიენიჭა. მე პირადად როცა ამ ყოველივესთან შეხება მიწევს, აქ ჩემთვის სიტყვები უძლური და ზედმეტია უბრალოდ მოწიწებით თუ თავს დავხრე ამ კაცის ნამოქმედარის და გმირობის წინაშე. ჩემთან ერთად სწავლობდა სკოლაში, ერთ დროს მოგვიწია ჩვენ ერთი კლასით, ერთი წლით და უმცროსი არის ჩემზე ალია, ხო და ჯერ კიდე ვერ ვიაზრებთ იმ ყველაფერს, რასაც გმირობა ქვია და ის ქვია რომ აი ჩვენ მის ნაფეხურებზე დავდივართ, დღევანდელ რეალობაში ხდება ეს ყოველივე. ალბათ ამ ყველაფერს რაღაცა 10 წლეულები, 100 წლეულები სჭირდება, რომ მე იმ ისტორიის გადასახედიდან კიდე სხვა კუთხით, სხვანაირად შეაფასოს თაობება, იმიტომ რომ აი ამ ხელა სახელის მქონე ადამიანზე ვსაუბრობთ ახლა და არ შეიძლება უბრალოდ ჯრუანტელმა არ დაგიაროს. კაციშვილმა არ ვიცით კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში დავთმობთ თუ არა ჩვენს მსგავსად ალიასაც ესე დაუფიქრებლად საკუთარ სიცოცხლეს სამშობლოსათვის. ხო, ამ ადამიანმა ეს უკვე უპირობოდ გააკეთა და შეასრულა. ასევე ისიც მინდა დავამატო, რომ სამწუხაროდ
იმ ორ გმირ კაცი, რომელიც სიმონეთის დაუკვიდრია და დაბადებული და გაზრდილი იყვნენ სიმონეთში, მე არ მაქვს თომა მის ოჯახებთან და შეხება, თორემ სიამოვნებით ვისურვებდი, რომ მათი ბავშვობაც, მათი წარსულიც და მათი გმირობამდე ცხოვრებაზე გვესაუბრა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ჩემდა დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აი, ეს არის მეგობრებო, სწორედ ის სკვერი, რომელზედაც საუბრობდით 2008 წლის ომის გმირის ალია ბარდეველიძის სახელობის სკვერი, სადაც ახლა ვიმყოფებით და ომიდან მალევე გაკეთა ეს სკვერი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოცულობითია და საკმაოდ დიდია ეს ყოველივე. და რა ვიცი, აქ მოსვლა და ჩვენი გმირების წინაშე ქედის მოხრა, მე ვფიქრობ, რომ თითეული ჩვენთაგანის და თითეული ქართველის ვალია, იმიტომ რომ როდესაც აქ ხარ, როდესაც გადადიხარ წარსულში და წამით მაინც თუ კი შეძლებ, რომ იმ ადამიანების ფიქრი გაიაზრო და იმ ადამიანების ფიქრით იფიქრო, არ შეიძლება რომ სიამაყით არ აღივსო ამ ყოველივესთან ერთად და ტანში ქართველში ჟუანტელმა არ დაგიაროს. მეგობრებო, ეხლა კი სკვერიდან გადავინაცვლოთ მის ოჯახში და უფრო ახლოდან გავესაუბროთ მისი ოჯახის წევრებს და დედას. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და გვისტუმრეთ. რას ამბობთ, მომძანდით. მოგვეცი საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ალია. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო იმისათვის, რომ ინტერვიუზე დავთვალთი და იმისათვის, რომ ესეთი ვაჟკაცი და გმირი ადამიანი აღუზარდეთ სამშობლოს და რახან მოგვეცა საშუალება გავისაუბროთ. უპირველესად მინდა გკითხოთ, თუ რამეს გაიხსენებდით და რით გამოირჩეოდა ალია ბავშვობაში. მადლობა თქვენ, რომ გახსოვთ და მესტუმრეთ. ალია იყო ძალიან გულიანი, მეგობრული. სკოლაში გამოირჩეოდა მამხანაგებთან თბილი დამოკიდებულებით. სწავლითაც კარგად სწავლობდა, ცოტას კი ცელქობდა, მაგრამ საპატიებელი იყო, ისეთი ცელქი არ იყო, რომ რამე გაეფუჭებია. რა ვიცი, მშობლებისთვის კარგი შვილი იყო. ბავშვობიდან ახლა მეც მახსოვს რაღაცები, იმიტომ რომ თითქმის ერთად მოგვიწია სწავლება ერთი კლასით დაბლა სწავლობდა ჩემთან შედარებით და თუ რა ვაჟკაცური სულის ადამიანი იყო, ეს მე პირადად და ისიც დღემდე მიამაყება, რომ უბრალოდ ცოტა ხნის უკვე მქონდა მე ჩვენ საუბარი, რომ კიდევ ვერ ვიაზრებ თუ რა დიდ რაღაცასთან გვაქვს შეხება. ჩვენი თანამედროვეობის გმირ ადამიანზე ვსაუბრობთ. ჩვენ ჯერ კიდე ცოცხლები და ასევე ერთი ძიმე კითხვაც მინდა დაგისვათ. ბოლოს როდის ნახეთ? ბოლოს ნახეთ 3 აგვისტოს. აქეთ იყო შვებულებით წამოსული, მე თბილისში ვიყავი. მოbrunდა იმისთვის, რომ მე წამოვეყვან. მაგრამ მოუვიდა ტელეფონზე ზარი, რომ სასტრაფოთო გამოცხადნი ნაწილშიო და ისე ჩქარა ჩააჯდა მანქანაში და გაიქცა, თვალიც ვერ მოვატა. დამთავრდა იმის მერე. და ბავშვობაში თუ ქონდა გადაწყვეტილი, რომ სამხედრო მიმართული. ბავშვობაში გამოგვიცხადა მშობლებს, რომ 9 კლასიდან უნდა წავიდე სამხედრო აკადემიაში. ნუ კათედთა სკოლა იყო მაშინ მე 9 კლასიდან. მერე იუარა მამამისმა, რომ არაო ჯერ
პატარა ხარო, საშუალო დაამთავრეო და მერეო და მე დაამთავრა სკოლა, წავიდა და გავყევით ჩვენც ვიცხოვრეთ ის წლები თბილისში, დაამთავრა აკადემია და თავისი სურვილით მუშაობა გააგრძელა მეოთხე ქვეით ბრიგადაში თბილისში. და მე მოხდა ის და მე მოხდა ეს 2 წელი იმსახურა, მას მეთაური იყო. ერახში უნდა წასულიყო, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ოქტომბერში უნდა წასულიყო და აგვისტოში ეს ამბავი მოხდა. აი ჩემო მეგობრებო, ზუსტად იმ ადამიანის ეზოში და იმ ადამიანის ნაბიჯებზე ვაბიჯებთ. ახლა ვიზებსაუბრობთ და ვინც სწორედ რომ სიცოცხლე კიდევ ერთხელ ამას მინდა ბევრჯერ ხაზი გაუსვა. დაუფიქრებლად აიღო და სამშობლოსათვის გასცდა და სწორედ ასეთი გმირი ადამიანების ხრებზე დგას დღეს საქართველოს და მომავალი თაობა და მე არ შემიძლია კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის გამო ფეხზე ადგომი და არ ჩაგეხუტოთ და ძალიან დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ და დიდხანს იყავით თქვენ და ხნით იყავით. მადლობა ყველას. ჩვენი გმირის ალეკოს ოჯახში. თანასოფლელებს, მეგობრებს, ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას, რომ სულ კითხულობენ ჩემ ამბავს, თუ რამე დამჭირდებოდა ვთხოვ. ყველაფერზე პატივს ვცემენ ერთი სიტყვით. მადლობა. მადლობა თქვენ ყველას, რომ არ გავიწყდებათ. მეგობრებო, ამასობაში კი მოვადეკით დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს, რომელიც ალბათ სოფლის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა და რომლის შესახებაც ძალიან ბევრი და დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ასევე, ჩემ ბავშვობაში მე კარგად მახსოვს, სკოლიდან აქ სახლ-მუზეუმში გვიტარდებოდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილები და ჩემ ბავშვობაში ისიც მახსოვს, როდესაც მე დავიბადე, სწორედ რომ დავით კლდიაშვილის დავითობა აღინიშნებოდა ოქტომბრის თვეში და შესაბამისად მეც აი ამიტომ ვარ ამ სახელის მატარებელი. ეხლა კი ჩემო მეგობრებო, წავიდეთ და უფრო ცლად თვითონ გიდი გაგვესაუბრება. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. სასიამოვნოა და მადლობა რომ გამონახეთ და დაგვითმეთ დრო და ორიოდე სიტყვით ცნობილი თუ უცნობი ფაქტები დავით კლდიაშვილის შესახებ, ჩვენი სოფლის შესახებ. რომ გავანდოთ ჩვენ ძვირფას სვენელს და მაყურებელს. პირველ რიგში ალბათ აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ თერჯოლის სწორედ ამ რაიონში ზედასიმონეთში დაიბადა დავით კლდიაშვილი. აი ამ ფოტოზე წარმოდგენილ სახლში და სახლი რომ აბსოლუტურად სახეცვლილია ამჟამად ამაზეც გეტყვით. ეს სახლი იყო ძალიან დაბალი. აქ გამართვაც კი სჭირდა აი ამ სახლზე. როდესაც სახლი რესტავრირდა და ეს ოთახი განსაკუთრებით გადაკეთდა საგამოფენო დარბაზად, შესაბამისად აამაღლეს ოთახიც და სახლიც ამაღლდა. და ცოტა იმერული ოდის სახე დაკარგა, მაგრამ მაინც იმერული ოდის წარმომადგენლები ვართ. დავითის გვარზე რომ არ გითხრათ არ შეიძლება. კლდიაშვილების გვარის 3 განშტოება არსებობდა, ცნობილი ფაქტია. პირველი კლდიაშვილები იყვნენ ნამდვილი კლდიაშვილები, ამ გვარის საპატიო წარმომადგენლები. მეორე კლდიაშვილები იყვნენ, აი ბატონობა როცა გადაგვარდა საქართველოში, მსახურებმა ბატონებს მოყარეს ეს გვარი და იწოდებოდნენ ჩვეულებრივ კლდიაშვილებად და მესამენი იყვნენ კლდია შალიკაშვილის შთამომავლები. სწორედ დავითი იყო კლდია შალიკაშვილის შთამომავალი. სამხრეთ ჯავახეთიდან იყო ჩამოსახლებული კლდია შალიკაშვილი და ესეთი ლეგენდასავით იყო დამჭირებული სოფელში, რომ მეზობელ ბავშვებს რომ მეკითხებოდნენ სად მიდიხართ, კლდიას შვილებთან მივდივართ სათამაშოდ და ამ ორი სიტყვის შეერთებით წარმოიქმნა გვარი კლდიაშვილი და სწორედ ამ გვარის გამგრძელებელი და წარმომადგენელი გახლავთ დავითი. დღევანდელ რეალობაში რამდენად ხშირად არიან ვიზიტორები და მომნახველები? ვიზიტორები ძირითადად სასკოლო ექსკურსიების სახით არის წარმოდგენილი ჩვენ სახლ-მუზეუმში. ჩემ ბავშვობაში გაკვეთილებიც გვიტარდებოდა. ღია გაკვეთილებიც
წარდება დიდი ინტენსივობით, კი განსაკუთრებით სასკოლო ექსკურსიებზე ვართ ორიენტირებული ჩვენ. განსაკუთრებით აი ამ სეზონზე, ახლა საშემოდგომო სეზონზე. დავითის ბათუმში მოღვაწეობას რაც შეეხება, ჩვენ ვიცით და ცნობილი ფაქტია ის, რომ დავითი რევოლუციონერული სულისკვეთებით გამოირჩეოდა, სამხედრო პირი იყო, სახელმწიფო მოხელე იყო და შესაბამისად მას უწევდა რუსული ხელისუფლის რაღაც შემოთავაზებული წინადადებების შესრულება და აღსრულება, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა, იმიტომ რომ ყოველთვის ქართულ ხალხს ედგა გვერდით, მათ ინტერესებს იცავდა, შესაბამისად მას დაბეძლების ემით მოიშორებენ იქედან 20-იანი თანამშრომლობის შემდეგ გამოაძევებენ როგორც არაკეთილსაიმედო ოფიცერს ასე. ერთ-ერთი მაგალითი რევოლუციონერებს რომ ეხმარებოდა დავით კლდიაშვილი აჭარაში 1915-16 წლების აჯანყება არის გლეხებისა. და დავითი ოფიცერი არის, აი ქუდით მიხვდებით რომ ოფიცერი არის ჯერ კიდევ და მათ უდგას სათავეში. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ მას გამოაძევებენ მალევე იქედან როგორც არაკეთილსაიმედოს. ის რომ ქართულ ხალხს ყოველთვის გვერდით უდგა და მათ ინტერესებს იცავდა, აუცილებლად უნდა კი ამბობთ ასევე დუელის ისტორია. ქუთაისში სტუმრად ყოლია გაბრიელ ქიქოძე ეპისკოპოსი, ეს ცნობილი ფაქტია. ამას ერთი ცნობილი წერილიც ეკუთვნის ამ ფაქტს. და დიდთხოვლობა დამთხვევია მის ჩამობრძანებას ქუთაისში. და ამ დროს ვერ ცუდად გამხდარა და გარდაცვლილა საბოლოოდ და ვერ შეძლეს მიცვალებულის დროული დასაფლავება. გაიწელა ეს პროცესი და რუსული გაზეთის რედაქტორმა ალმა ესეთი ინფორმაცია დაბეჭდა გაზეთში, რომ ჩვენ ქართველებმა არ ვიცით მიცვალებულის პატივისცემა, ტრადიციებში ბევრი რაღაც შეშლება და ეს რომ წაიკითხა დავითმა, რა თქმა უნდა, პრესის სადარაჯოზე იყო მუდმივად, გაბრაზდა, ისე გაბრაზდა, რომ პალმი დუელში გამოუწვია. პალმა გაარკვია, რომ დავითი ყოფილი ოფიცერი იყო და მიზანში ისე ისროდა, ვერავინ ვერ შეხვდა მას ამ საკითხში, ამიტომ ვინ აღარ ჩარია ამ საქმეში, რომ როგორღაც დუელი თავიდან აერიდებინა. მოახერხა კიდევაც დავითმა უარი თქვა ამ დუელზე, მაგრამ ჭკუა ნამდვილად დასწავლა და ამის შემდეგ მას აღარ გამომეორებია მსგავსი რამ. ასევე დავითზე აუცილებელია გითხრათ, რომ მისი ყველა ნაწარმოები ტრაგიკომედია არის, კომედიურ ჟანრში არის გადაწყვეტილი, თუმცა თუ ჩავუფიქრდებით და განვიხილავთ სიღრმისეულად ყველა მის ნაწარმოებს, ალბათ მიხვდებით, რომ სასაცილო არაფერი არ არის, უფრო სატირალია. კი, გაუბედურებულ და გასაცოდავებულ ქართველობაზე წერდა, რომელმაც, რა ვიცი, აი ძალიან დიდი დაღი დაასვა რუსულმა ხელისუფალმა, რუსულმა ჩექმნამ ასე რომ 1931 წელს გარდაიცვალა თუ სწორად მახსოვს. 1931 წელს. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აქვე ეზოში ძელქვის ხის ქვეშ დაესაფლავებინათ, მაგრამ ეს სურვილი რატომღაც ვერ აუსრულეს, თუმცა შეეძლო შთამომავლებს ალბათ რომ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ეს ძელქვის ხე შემდეგში გადაწყდა, ეხლა კუნძის სახით არის შემორჩენილი, შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი და მთაწმინდის პანთეონზე არის ის დასაფლავებული სხვა დიდ გენიალურ მწერლებს შორის. გადავინაცვლოთ მეორე სართულზე მითქების ნაწილს გაჩვენებთ. სახლის ეს ნაწილი, როგორც ხედავთ, ხით არის ნაგები. სიძველე აქ მეტად არის შენარჩუნებული, როგორც ხედავთ. აქ წარმოდგენილია დავითის ნივთები. კერძოდ ჭურჭელი, გერმანული ცეცხლგამზე თერმული ჭურჭელი გახლავთ, რომელსაც დავითი მოიხმარდა უშუალოდ. ლიტრიანი სასმისი ღვინისა, რომელიც თამადამ გადასცა საჩუქრად მარიამსა და დავითს ქორწილზე. თუმცა დავითი დიდი ღვინის მსმელი კაცი არ იყო, უფრო ჩაის მოყვარული გახლავთ. აქ არის წარმოდგენილი ვერცხლის დანაჩანგარი და კოვზი, რომელიც როგორც ოფიცერს, ასე გადასცეს დავითს. ეგრეთ წოდებული ბუფეტია, ესეთი კარა და თავისი პურის საჭრელით. დავითის ნივთები ზუსტად აქ არის დაცული, მავთულის სათვალე, დავითის საფერფლე, სასანთლე, სამელნეები, კალამი, საშრობი და ეპოლეტი, რომელიც მისი ჩინის მაუწყებელია, პოდპორუჩიკი იყო წოდებით. გამომცემლობები, უძველესი გამომცემლობები და თანამედროვე ექსპოზიციები, სადაც ახლახან დაიბეჭდა დავითის ნაწარმოებები. ეს გახლავთ დავითის საძინებელი. უშუალოდ დავითის საძინებელი გახლავთ. ცნობილი ფაქტია, რომ უკვე მოხუცებულ დავითს ნერვული პრობლემები შეექმნა. ეს განაპირობა თვალის ჩინის დაკარგვამ, სახსრების პრობლემები აწუხებდა უკვე, საკმაოდ ისეთი ასაკიდანვე, ახალგაზრდა ასაკიდანვე და ამ ყველაფერმა ნერვული პრობლემები შეუქმნა და ბოლოს განმარტოვება სურდა, მოითხოვა მარტო დამაწვინე თუ ამ ოთახში და აქ იწვა ამ საწოლში და აქვე გარდაიცვალა. ეს გადასაბარებელი უძველესია, მისი ინიციალები არის ამოქარგული, რუსული ხელნაწერი არის ოღონდ პირველასოების სახელგვარისა, ტანსაცმლის კარა და სარწევალასკამი, ხურჯინი, უზბეკურის ხურჯინი, რომელიც მისი სიძის
აკბარ ისლამოვის საჩუქარია, ქეთევანის მეუღლის. ეს ხურჯინი ძალიან უყვარდა, შვილივით უფრთხილდებოდა მას თურმე და ხელჯოხი ისეთივე გაბზარული სახით არის შემორჩენილი, როგორც ბოლოს იყო და აი ამას მოიხმარდა ჩვეულებრივ. თუ დავაკვირდებით ჯოხის სიმაღლეს, მივხვდებით, რომ დავითიც პატარა ჩია კაცი იყო და ასეც არის მოხსენიებული ლიტერატურაში. აი ეს ქვა აქ შემთხვევით არდევს. როდესაც გარდაცვლილა დავითი, სახსრების დაავადების გამო დეფორმირება უცვლია ეს ძვლებს და გადაუწყვეტიათ, რომ სასახლეში ვერ გაასწორესო და დაადეს ეს ქვა. და სერგო როცა მოსულა თავის შვილთან მელიტასთან ერთად, დაუნახავს სამკის ქვეშ მამამისი გაბრაზებულა და თვითონვე იხსენებს, რომ ავიღე და გადავაგდე შორს სადღაცო და შემდეგ როცა ამ ოთახში შემოვდიოდი ბუხარში ცეცხლს დავანთებდი, სულ მელანდებოდა, რომ აქ ეს ქვა იდეო და ამოვიტანე და დავდეო დავითის ვაჟიშვილი სერგო იხსენებს ამ ყველაფერს. დღევანდელ დღეს ვინ არის დავით კლდიაშვილის შთამომავალი? ვის საკუთრებაშია თუ ფლობელობაშია ეგრეთ დღეს? ანუ ეს ადრეული გადაწყვეტილება იყო დავითის შთამომავლებისა, როდესაც მათ სახელმწიფოს გადასცეს ეს სახლ-მუზეუმი, მათ ფლობელობაში ნამდვილად აღარ არის ეს სახლ-მუზეუმი, თუმცა რაღაც ნაწილი და აი ამ სახლ-მუზეუმის შემოგარენი ირგვლივ ნამდვილად მათ საკუთრებაშია. კერძოდ ისლამოვებისა და გოცირიძეების საკუთრებაში გახლავთ ეს მიწები, თუმცა ამჟამად თვითონ ამ მიწებს არ მოიხმარენ და სოფლის წარმომადგენლები უფრო მოიხმარენ ამ მიწებს. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის, პირიქით მადლობა. ყურადღებისათვის, დროის გამონახვისათვის. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მგონი ნამდვილად ღირს რომ ესტუმროთ და ნახოთ აქ ჩვენი დიდი მწერლის ნაფეხურები. ეხლა კი გადავინაცვლოთ მეგობრებო ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის სალოცავზე და ახლოდან დაგათვალიერებინებთ ტაძარს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეხლა გავიმყოფებით წმინდა გიორგის სალოცავზე, რომელიც როგორც უკვე გითხარით, მე-11 საუკუნით თარიღდება და სიძველესთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტებსაც ინახავს. ერთ-ერთი მათგანი ფაქტი, მე პირადად შემიძლია გაგანდოთ და გითხრათ, რომ რევოლუციამდე ბოლო მამაო, ვინც აქ გადმოცემის თანახმად ვიცით, რომ იყო დავით კლდიაშვილის ბაბუა, რომელსაც ასევე დავითი ერქვა. და მაგ დროს მე დავითნე გახდათ გრიგორ რობაქიძის მამა. და თქვენ წარმოედგინეთ რამხელა რწმენა და რამხელა სიყვარული ექნებოდათ მათ ხალხის მიმართ, სოფლის მიმართ, ტაძრის მიმართ და ღვთის მიმართ, როდესაც დაუძლურდა დავით კლდიაშვილის ბაბუა თვითონ დავითი და აღარ შეეძლო ზარების ახმაურება და ხალხისთვის რწმენის ხმის მიწოდება, აი ამ სამრეკლოდან გაუჭიმავს თოკი და მისი ეზოდან, სადაც მისი სახლი ეხლა დავითის სახლ-მუზეუმია, იქედან ახმაურებდა ამ ზარებს. ეხლა კი ბატონ ავთოს მინდა გავესაუბრო, რომელიც არის აი ამ ტაძრის მსახური და რამოდენიმე და საინტერესო ინფორმაციას გვეტყვის ტაძრის შესახებ, ხალხის რაოდენობის აქ მოლოცველობის შესახებ, სოფლის შესახებაც გნებავთ ბატონო, იმიტომ რომ ეს ადამიანი გახლავთ აი ამ სოფლის მკვიდრი. მოგესალმებით ყველას, მადლიცემულებო. როგორც ასეთი, როგორც ბატონმა დავითმა წარმოთქვა, ეს ეკლესია ძალიან დიდი ისტორიის მქონე არის. ეს ერთ-ერთი ეკლესია არის, რომელიც იმ პერიოდში აქ იჯდა იმდროინდელი ბლაყოჩინი და განაგებდა 11 სოფლის ეკლესიას, რომელიც გარდაცვალების შემდეგ დასაფლავებული არის ჩვენ ადგილზე, ახლოს არის ჩვენ ტერიტორიაზე. კიდევ ამ ეკლესიას მრავალი ისტორიული ასე რომ ვთქვათ სასაფლაოები აქვს, აგერ წინ არის რომელების ამ ტაძარში ძველი სამარხებზეა საუბარი. ხო, ეს სამარხები როგორც გადმოცემით არის, აქ გასაფლავებია ამ ტაძრის
სახურნი. აღმოსავლეთ მხარეზე არის დასაფლებული, როგორც გადმოცემით არის ესეც გადმოცემული ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლები, რომლებიც არ იყვნენ სულ ყველა მეფის კარზე მსახურნი და იქ არიან დასაფლავებულები. ამ ეკლესიას კიდევ ერთი დიდი ისტორიული მნიშვნელობის არის, რომ სოლომონ მეფემ ჯარი აქ ხრესილის ომში, როცა გადადიოდნენ, აქ დალოცა ჯარი და გადავიდნენ უნაგირას მთაზე და იქ მოიგეს ხრესილის ომი. ბატონო. ხო. რევოლუციის შემდგომ თუ ვფლობთ ინფორმაციას, ახლა ბოლო ჩვენ საუკუნეში, როდესაც მოხდა ამ ტაძრის რესტავრაცია, განახლება. ეს ამ ტაძრის რესტავრაცია და განახლება მოხდა ჩვენი მამაო ამირანის დროს. ამაო ამირანი აქ აკურთხეს 97 წელს. საუბარია ახლა აქ მოღვაწე მამაოზე. კი ბატონო. მამა ამირანი დეკანოზი ქარქაშაძე. ეს პირველად ჩვენი მრევლის წარმომადგენელი იყო გიორგაძე, მალენი გიორგაძე, რომელმაც შემოწირულობით აღადგინა იქ ზევით სახურავი. შიგნით ყველაფერი ასე რომ ვთქვათ. ეს რომელი წლები იყო? ჩაგეკითხები. 97 წელი, 98 წელი. 2000-თან ახლოს. 2000 ხო? 2000 წლებში. და მის შემდეგ ფუნქციონირებს ყველაფერი აქ მიდის წირვა, ლოცვები, ჯვისწერა, ნათლობები, ღამის თევები, ღამის წირვები. თავისთავად ყველაფერი როგორც შეუძლებელი მოქმედ ტაძარს შეშვენდის და სახურობს მრევლი ცოტა ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი არ არის ეს პასიურობს. სოფელის ისი არის. სოფელშიც აღარ არის ხალხი ბევრი. დაცარიელებული არის ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ასეა თუ ისეა მრევლი არის ღვთისწყალობით. ძალიან დიდი მადლობა. წმინდა გიორგის ძალით და მაგლით ფარავდეთ და კიდე დიდხანს და დიდხანს იყავით ამ ტაძარში. სახურად. წყალობდეთ. წმინდა გიორგი დალოცვილი იყავით და მერთმა მრავალი ეს წასული დღესასწაულები და მომავალი გაგიჩნდა. გაიხარეთ, მადლობა. ეხლა კი მეგობრებო, ავდივარ ჯვარზე, რომელიც ბაზაზეები, აბესაძეების უბანს ეკუთვნის და ერთად დავტყვეთ იქიდან საოცარი ხედებით. ეს დალოცვილი ჯვარი და რა თქმა უნდა ქართველი კაცი ისე ვერ იქნება პატარა საპურმარილოს მოწყობილია. და ალბათ ჩვენერი საღამოებიც იმართება დღესასწაულებზე და არა მარტო დღესასწაულებზე. ეხლა კი მეგობრებო შემოგვიერთა კიდევ ერთი სიმონეთის მკვიდრი ქალბატონი ირინა, რომელიც მინდა წარვადგინო და გითხრათ, რომ უკვე წლებია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ჩვენი ზედა სიმონეთის დავით კლიდაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში და არის ძალიან წარმატებული პედაგოგი. ქალბატონი ირინა, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მადლობა ამ მცირედი გასაუბრებისა და ინტერვიუსათვის. როგორც ვიცი, აი აქ ბაზაზეები, აბესაძეების უბანი, სწორად ვამბობ, ხო? დიახ. ფლობს საკმაოდ ინფორმაციულ ტევად რაღაცებს. აქ არის წყარო, აქ არის ტაძარი და ორი სიტყვით თუ შეგიძლიათ, რომ ეს ყველაფერი ასევე წყაროს რაღაც არქეოლოგიური გათხრები რამდენადაც ცნობილია და მე ვიცი, რომ თქვენ ამ ყველაფრით დაინტერესებულიც იყავით, რაღაც ინფორმაციები გაქვთ მოძიებული და აუცილებლად უნდა გაუხილოთ ჩვენ მაყურებლებს. მოგესალმებით. ახლა ვიმყოფებით ჩვენი სოფლის ჩრდილოეთ მხარეს. ეს ადგილი მაღლობზეა, დასახლებული პუნქტი ყველაზე მაღალია აქედან. ტაძარი, სადაც ახლა ვიმყოფებით, წმინდა გიორგის სახელობისაა და იგი აგებულია ადგილობრივი ბიზნესმენის ოლეგ ბაზაძის ხარჯებით. თვითონ მშენებლებიც ადგილობრივები იყვნენ და ჩვენი რწმენის გასაძლიერებლად მოქმედი ტაძარია. შაბათ-კვირას წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მამა ამირან ქარქაშაძე მოღვაწეობს და ძალიან კარგი თავშეყრის ადგილია, გამაერთიანებელი ადგილი, ასე ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობისთვის. ცოტა ქვემოთ წარმოდგენილია გარკვეული ფენები, საყოლები მასალის, აღმოჩენილია ისტორიული არტეფაქტები. ეს აქ არქეოლოგიური გათხრებიც და შეისწავლეს, როგორც ვიცი, არ არის დამთავრებული ჯერჯერობით. და არტეფაქტების საფუძველზე დადგინდა, რომ აქ არის ქვის ხანის, ანტიკური ხანის, ბრინჯაოს ხანის ნაშთები აღმოჩენილი. როგორც ვიცი, გახსნეს ორი სამარხით.
და ეს სამარხი წარმოადგენდა ქვევრს. ქვევრიული ტიპის სამარხები ძალიან ძველია და ამიტომ დიდი ინტერესის საგანია. ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი როლანდი ისაკაძე იკვლევს და მის ჯგუფთან ერთად და ფაქტების შესწავლის პროცესშია. თიხის ჭურჭელი, იარაღები, საბრძოლო, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები. დაახლოებით რომელი საუკუნეებით თარიღდება? თუ ძველი წელთაღრიცხვის თარიღები დაისვა. და რა ვიცი, განსაკუთრებით აქტიური პერიოდის ხანაა ეგრეთ წოდებული ქართლის შარად წოდებული გზის ნაშთები, რომელიც უკავშირდება ჩხარს, ძევრს და აქედან გადადიოდა, ასე ვთქვათ, გზაც და ამავე დროს კულტურული ცენტრი იყო, სავარაუდოდ მოსახლეობა სარგებლობდა თავშეყრის ადგილით, ალბათ იყო საძვალე, ბაზარი, რა ვიცი, ვარაუდია ესენი, ჯერ დამტკიცებული არ არის. ესე იგი ძველად სიმონეთში საკმაოდ ცხოვრება დუღდა და განვითარებული იყო, მინდა გითხრათ ბატონებო. რაც შეეხება წყაროს. დიახ, წყარო ტოპონიმის სახელობით არის საინტერესო, ცოტა ქვემოთ არის, რაღაც იარუსული წყობა არის აქ და უფრო ქვემოთ არის ჩვენი სკოლის პროექტის საფუძველზე შევისწავლეთ. გაიზომა წყლის სიხისტე და იმდენად მაღალია, რომ აუცილებლად თუ აქ ამ ნიადაგში არის ლითონი. სადღაც მოიპოვება ლითონი, რაც არტეფაქტებზე თავისთავად მიანიშნებს. წყლის ასევე რაღაც სიჯანსახის გამო ძალიან ეტანება მოსახლეობა. ანუ სასველათაც ვარგისია. ვარგისია. დღესდღეობით ფუნქციონირება. და როცა ვთქვა წყლის პრობლემა აქვს შველის ძალიან. დღესაც ფუნქციონირებს და ძალიან კარგი. ეს არის ალბათ ის არქეოლოგიური გათხრების ნაშთები? ზემოთ არის. ეს არ არის. აი ზემოთ, ნახეთ. ეს რომ მიწის კვალია, თითქოს სტომრებია დალაგებული, აი გაიხსნა სამარხები და აღმოჩნდა თიხაში დამარხული ადამიანი. თიხაში დამარხული ადამიანი. კი. საკმაოდ საინტერესო ფაქტია. წყაროს იცნობენ ორი სახელით, ესაა კაპჭიროული და ასევე ხარატის წყარო. წარმომავლობა, სახელის ან ტოპონიმის წარმომავლობა არ შეგვისწავლია, ადგილობრივების ცნობით შესაძლოა გვარს უკავშირდებოდეს ან მშენებელს. ამჟამად მასზე თარიღია აღნიშნული, ეს თარიღი მისი აღდგენისაა და არა აშენების. დანარჩენი ფაქტები დაუდგენელია. სავსებით საკვარისია მე მგონი ის ფაქტები და ის სილამაზე, რასაც ჩვენ ახლა ყველანი ვხედავთ. ძალიან დიდი მადლობა. აი მეგობრებო, მეტი თვალსაჩინოებისთვის წყარო რომელზედაც საუბრობდით, ზედაციმონეთი საკმაოდ დიდარია, მინდა გითხრათ წყაროებით, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ეს ერთის გადაღება მოახერხეთ. უკვე მოღამდა კიდეც მეგობრებო, მაგრამ მაინც იუტად გვინდა რომ წმინდა გიორგის უნაგირას სალოცავზე ავიდეთ და იქედან საოცარი ხედების შემოგთავაზოთ. იმედია ეს ყველაფერი გამოგვივა, ხო და წავიდეთ. აი მეგობრებო, მოვედით წმინდა გიორგის სალოცავზე, რომელიც საკმაოდ მაღალ ადგილას არის და ცივა ძალიან მინდა გითხრათ. საკმაოდ ძველი ტაძარია და სწორედ ჩვენი წინაპრები
აი ასეთ მიუვალ ადგილებზე აშენებდნენ ტაძრებს, რომ მტერებს ადვილად არ დაერბიათ და ადვილად ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო მტრებისათვის. სწორედ რომ წმენაა, ჩემო მეგობრებო, მთავარი, თორე თუ ადამიანი გულით მოინდომებს, ღმერთი და წმინდა გიორგი ყველაფერს შეაძლევინებს. ეხლა კი გავესაუბროთ გოგას, რომელიც ხშირი მომლოცველია ამ ტაძრის და გვეტყვის რამოდენიმე ინფორმაციას ტაძრის შესახებ. კი ბატონო, მოგესალმებით. ბატონო დავით, ესე იგი, დაახლოებით მე 2019 წელში თუ არ ვცდები, აქ მამაო მოვიდა ერთი კარგი ადამიანი, რომელმაც თითქმის ნოლიდან დაიწყო ყველაფერი. მამა პავლე გაასუფთავებით დაიწყო და ნენელა ღმერთის შეწევნით, ხალხის დახმარებით, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ფინანსურად, ვისაც როგორ შეეძლო, პატარ-პატარა წვილი ყველამ შეიტანა და დღესდღეობით ფუნქციონირებს ღმერთის წყალობით. ყოველ კვირა დღეს ტარდება წირვა, რაც მთავარია. წირვა, რა ვიცი, ბოლოს როდის იყო ჩატარებული ამ ტაძარში, მე არ ვიცი, ბავშვობაში დავდიოდი აქ და თითქმის რო ვთქვათ, მარტო ტყე იყო და ისეთი გაუვალი იყო, ძლივს ნახავდი ამ ადგილს რომ მოსულიყავი და ცენ ნანგრევები იყო დარჩენილი. ეხლა ღმერთის წყალობით აღსგა ეს ყველაფერი გაკეთა. რაშიდაც დიდი წვლილი აქვს მამა პავლე შეტანილი და ნენელა მიყვება ამ საქმეს და აგზელებს ისე როგორც შეეფერება ამ ადგილს და რა ვიცი რა გითხრათ მეტი. ძალიან კარგი ადგილია, ძალიან ლამაზი ადგილია, ძალიან ძლიერი ადგილია. წმენით უნდა მოხვიდე აქ და უნდა ძალიან წმინდა ადგილია, ხედებიც არაჩვეულებრივია, კი ბატონო, მაგრამ ხალხის მომრავლება, მრევლის ნენელა მომრავლდება ყოველ წელიწადს გიორგობას უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდის, იმიტომ რომ არ იცის ხალხმა ეს ადგილი ფაქტიურად ერთხელ ვინც მოვიდა, მას შემდეგ ყველა გაუცებული არის რა, ისეთი ლამაზი ხედები იშლება. რავი, დასავლეთ საქართველოში მე არ მეგულება თითქმის 360 გრადუსით ხედვა კონდეს. რავი, ძალიან კარგი იქნება, მე მოხარული ვიქნები და ყველა მოხარულო, აქ რაც შეიძლება მეტი ხალხმა იაროს და მეტი მრევლი იყოს ტაძარში. ჩვენც აი ამ დალოცვილი ტაძრიდან ყველას მოუწოდოთ ერს, ბერს, მრევლს, რომ მოვიდნენ, ჩაერთონ, ილოცონ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა რწმენა და ტაძარი საკუთარ გულში და სულში უნდა ავაშენოთ და ამის შემდგომ ყველა დაბრკოლება, რა თქმა უნდა, გადალახვადი გახდება. არც მიუვალი მაღლობი შეგვაშინებს, არც იცივე შეგვაშინებს და უფალი იქნება ყოველთვის ჩვენთან. წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. დღეისათვის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სულ ეს იყო. იმედია ისიამოვნეთ ჩვენი ვლოგით. თუ კი ისურვებთ რომ მომდევნოშიც გაგზელდეთ და შემოგთავაზოთ მსგავსი ვიდეოები, ამისათვის საჭიროა გადააზიაროთ, დააკომენტაროთ და თქვენი აზრი დაგვიფიქსიროთ კომენტარების სახით. გისურვებთ და უსურვოთ ერთმანეთს წარმატებები და აი ამ წმინდა ადგილიდან დავემშვიდობებით ჩემს საყვარელ სოფელს და სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის ძალედამადლი ეწეოდეს და ფარავდეს.